მოგესალმებით მეგობრებო, ანონიმური ფაქტები ისევ თქვენთან არის. დღეს მინდა გიამბოთ ჰოლივუდური მითების შესახებ ფილმებში. შუშის გავლით. ფილმებში არის მომენტი, როცა ერთი პერსონაჟი მეორისგან გარბის. წინ შუშის ბარიერი ხვდება, თუმცა არც დაფიქრდება ისე გაამსხრევს მას და თითქოს არაფერი მომხდარა. რამდენიმე პატარა ნაკაწრით ის აგრძელებს გზას. რა თქმა უნდა, ტანით ჩვეულებრივი შუშის გატეხვა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ ფანჯრის შუშას წვრილ-წვრილ ნამსხვრევებად გატეხვა ახასიათებს და იმის მაგივრად რომ იქით-აქეთ გაიფანტოს, ნამსხვრევები პირდაპირ ქვემოთ მოდის სეტყვასავით. მის ქვეშ აღმოჩენამ ადამიანს შეიძლება მთელი ცხოვრების ნაიარევები დაუტოვოს. დიდი სიმაღლიდან ვარდნა. ზოგ ბოევიკში, მაგალითად ტრანსფორმერებში არის მომენტი, როცა პერსონაჟი 15-20 მეტრიდან ხტება და ქვიშაზე ან რამე შედარებით რბილ ზედაპირზე ეცემა, ყოველგვარი დაზიანების გარეშე. რა თქმა უნდა, ბევრისთვისაა ცნობილი ისტორიები, რომ ვინმე თვითმფრინავიდან გადმოვარდა და ცოცხალი გადარჩა. თუმცა ეს ისტორიები ცნობილი იშვიათობის გამო ხდება. ასეთი შემთხვევები სასწაულად ითვლება. სასიკვდილო ტრამვა ადამიანმა შეიძლება 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტომისასაც მიიღოს. ტყვიით დაჭრის შემდეგ. დავუშვათ ჩვენმა გმირმა შუშა გატეხა და სირბილი გააგრძელა. გადაურჩა ყველანაირ აფეთქებას, ხტებოდა სიმაღლეებიდან და ჯერ კიდევ სახსალამათია. მაგრამ ამჯერად ბედმა უმტყუნა და ტყვია ვერ აიცილა. თითქმის ყოველთვის ასეთ შემთხვევაში იწყებენ ტყვიის ამოღებას. თუმცა მიზეზი გაუგებარია. ხანდახან ამბობენ, რომ ეს საჭიროა ინფექციის შეჭრის თავიდან ასაცილებლად. ჯერ ერთი ტყვია სტერილურია, მეორე, ექიმები ჭრილობის დამუშავებისას არ ჩქარობენ ტყვიის ამოღებას, რადგან ამან შეიძლება გაცილებით გაართულოს დაჭრილის მდგომარეობა. მაგალითად, ზოგი ექსპერტი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები, გარფილდი და მაკინლი შესაძლოა ცოცხლები დარჩენილიყვნენ ტყვიის ამოღება რომ არ ეჩქარათ ექიმებს. აქვე შევნიშნოთ, რომ ხელში ან ფეხში დაჭრა არც ისე უნებელია, როგორც ფილმებში ჩანს. კიდურებში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სისხლძარღვია, რომელთა დაზიანებამაც შეიძლება დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა და სიკვდილი გამოიწვიოს. მეტიც, ამ დროს კუნთი შეიძლება ისე დაზიანდეს, რომ ფუნქციონირება წლების შემდეგაც არ აღუდგეს. ყოვლის შემძლე კომპიუტერები. ისეთი ფილმების ყურების შემდეგ, როგორიცაა კერკეტი კაკალი 4, ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს ჰაკერებს ყველაფერი შეუძლიათ ამქვეყნად. მთავარი ბოროტმოქმედი ქალაქის ინფრასტრუქტურის ქსელის მანიპულაციით აფეთქებს ყველაფერს, რისი წარმოდგენაც შეიძლება. ეს რომ რეალური იყოს, დღეს მთელი მსოფლიო თავდაყირა იქნებოდა. სასიკვდილო ავტომატი. ისეთ ფილმებში, როგორიცაა კომანდო არნოლდ შვარცნეგერის მონაწილეობით, ხშირადაა თუ მთავარმა პერსონაჟმა ავტომატი ჩაიგდო ხელში, ყველაფერი ტყვიების წვიმით დაიფარება. თუმცა რეალობა ბევრად უფრო მოსაწყენია. AK-47-ს წუთში 600 ტყვიის გასროლა შეუძლია. თითო მჭიდში კი 30 ან 45 ტყვია ეტევა. შესაბამისად, ასეთი ავტომატიდან მხოლოდ რამდენიმე წამი შეიძლება სროლა. დღეისთვის კი სულ ეს იყო. დააჭირეთ subscribe-ის გვერდზე მოცემულ ზარს, რათა ავტომატურად მიიღოთ შეტყობინება, როდესაც ახალი ვიდეო დაიდება არხზე. მომავალ შეხვედრამდე.